და ბურჯულაძე თბილისის მერიას მიმართავს 4 ოქტომბრის ყრილობისთვის დინამო სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს. მისი თქმით, სტადიონის თანხის დასაქირავებელი ფინანსები არ აქვთ. ამის შესახებ მან ბალტრანიუსის ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა კი ბურჯულაძეს თბილისის მერის საჯარო პასუხი წაუკითხა, რომლის თანახმადაც დინამო სტადიონი არის კერძო საკუთრება, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ რომან ფიფიას და კლუბ დინამოს. რის შემდეგაც ბურჯულაძემ მიმართა მერიას გადაიხადოს დინამო სტადიონის დაქირავების თანხა. ბურჯულაძეს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ პასუხა კახა კალაძე. მე ვიყავი ქალაქის მერიაში, შევიტანე განცხადება ჩვენი მოთხოვნით, რუსთაველის გამზირის მოთხოვნით, რომ 4 ოქტომბერს დაგვითმონ ბორის ბაიჭაძის დინამოს სტადიონი. იმართოთ ქალაქის მერიას, რომ თხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს ამის თანხა. ხა სადა გვაქვს ჩვენ? იმის თანხა, რომ კიდე სტადიონების ფულები ვიხადოთ. ქალაქ უნდა ქნას ეს გააკეთოს, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ყრილობა, ეს კი არ არის ჩემ პარტიის ყრილობა ან რაღაცები. ეს არის ეროვნული ყრილობა, რომელიც უნდა გამოადგეს ჩვენ ქვეყანას. დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რაშვაშია ღონისძიების ორგანიზებასთან და შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტი საოცრება იყო, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჯულაძეს იმისთვის, რომ დაიქირავოს სტადიონი. მე გადავიხდი, მე ვარ მზად ვარ, ოღონდ არა დინამო, აიმე პატარა მინი სტადიონს ავიღებ. ამისთვის მზად ვარ. პაატა ბურჯულაძის განცხადებები უკვე აღარც მიკვირს, იმიტომ რომ აქამდეც იმდენი სრულიად არაადეკვატური განცხადება გააკეთა, რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი მაგალითად, როდესაც არჩევნების ჩატარებას მობილური ტელეფონებით აპირებდა. ასე რომ ალბათ აი მორიგი რაღაც სრულიად აბსურდული განცხადება არის ამ რიგში და ალბათ ესეთი განცხადებები მომავალშიც გაგრძელდება. ფაქტურად ხელისუფლებას თხოვს გამოყოს თანხები იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაამხოს, ესე ვთქვათ. ალბათ ცოტა ხანში ამასაც მოითხოვენ. ასე რომ ეს განცხადებები უფრო ღიმილის მომგვრელია და სერიოზულად არ აღიქმება.